დიდაჭარობის თასი ტრადიციული შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში ერთმანეთს სხვადასხვა წონით კატეგორიაში 2008 წლებში დაბადებული სპორტსმენები დაუპირისპირდნენ. ჯამში 50 მოჭიდავე. საპრიზო ადგილებზე გასულებს თასები და სიგელები გადაეცათ. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები ფულადი პრიზებით, თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. გასულ წლებში შეჯიბრს ხულომასპინძლობდა, რადგან ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. აქტივობა წელს პირველად შუახევში ჩატარდა. წარმატება მაქვს ვარ საქართველოს პრიზიორი და ასევე მრავალჯერ აჭარის ჩემპიონი. კარგად მომიზადე ძალიან დადებითად, ბევრი ვიშრომე და ასევე დარწმუნებული ვიყავი რომ მოვიგებ. დღეს შუახევის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ქართული ჭიდაობა დიდაჭარობის თასი. ეს ტურნირი ტარდება უკვე რამოდენიმე წელია. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, მინდა მიულოცო დღევანდელ ტურნირის გამარჯვებულებს და უსურო შემდგომში დიდი წარმატებები. ეს არის ტრადიციული ტურნირი, საკმაოდ პრესტიჟული ტურნირი და როგორც გასულ წლებში დღევანდელ ტურნირში აჭარის მუნიციპალიტეტების ქართული ჭიდაობის ნაკრები გუნდების ჩართულობა იყო ძალიან მაღალი, მზაობა იყო ძალიან მაღალი და მინდა ვისურვო, რომ სამომავლოდ დიდაჭარობის თასი როგორც ფედერაციას ჩაფიქრებული აქვს, იყოს უკვე რესპუბლიკური სტატუსის მატარებელი და მასში ჩართულობის ხარისხი, мотивация და მზაობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისა იყოს მაღალი.